საგარეჯო ბადიაურის კახეთის მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ამ რეგიონის განვითარებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის ის საგრძნობლად გააადვილებს და გაამოკლებს მანძილს და შესაბამისად ეს არ არის ბოლო ეტაპი, კიდევ იგეგმება ამ მაგისტრალის გაგრძელება. ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით ამ სამუშაოებს. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საგზაო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომელიც აქტიურად არის ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული. ჩვენ მოსახლეობად შევხვდით გზაზე და ვგრძნობთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს პროექტი, იმიტომ რომ გზის გარდა ეწყობა სხვა უამრავი ინფრასტრუქტურა, რომელიც მათთვის საცოცხლოდ აუცილებელია. 17 კილომეტრია მშენებარე, თუმცა იმ მონაკვეთების გათვალისწინებით, რომელიც წინა მონაკვეთს უერთდება და ბოლო მონაკვეთს, ანუ არსებულ გზამდე მივა, იქნება 18 კილომეტრი, რომელიც გაიხსნება. არის 84 ზაგამტარი და მილი, რომელიც შენდება აქტიურად, არის 4 ხიდი ამ მონაკვეთში, მიმდინარეობს ახლა ყრილის მოწყობა, გარკვეულ მონაკვეთებში ეს დასრულებულიც არის. უკვე საგზაო სამოსის სამუშაოები მიდის, საფარისთვის მემზადებით, ვიწყებთ უკვე შემდეგი კვირებიდან კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. მაგისტრალის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ვინაიდან დაახლოებით ორჯერ ამცირებს გადაადგილების მასშტაბს თბილისიდან კახეთის მიმართულებით, ასევე სამჯერ უფრო გზა ხდება გამტარუნარიანი. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნდა მოიწყოს სავაჭრო კვანძები, რაც მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩემი ოჯახი დაკავებულია სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაზე, შებოლილი პროდუქტების წარმოებაზე და გვაქვს ფერმერული მეურნეობა. მაგისტრალის მშენებლობა საკმაოდ გაგვიმარტივებს ტრანსპორტირებას ამ პროდუქციის. ინფორმაცია გვაქვს, რომ კეთდება რაღაც არეალი, სადაც სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვას შეძლებენ მოსახლეები და რამ გაზადებით დაისახება ისევ მათ მდგომარეობაზე. სოფელში ბავშვები გზის მეორე მხრიდან გადმოდიან სკოლაში. უსაფრთხოების მიზნითაც ძალიან კარგია. იმითაც კარგია, რომ ქალაქთან უფრო მეტად დაახლოვებულები ვიქნებით და ახლოს გვექნება სწრაფი მიმოსვლა.